ტერორისტული აქტის ეპიზოდზე ბრალდებული ოპოზიციონერის ალეკო ელისაშვილის კიდევ ერთი საქმე არსებითად განსახილულად სასამართლოს გადაეცა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. საქმის არსებითი განხილვები 4 ივნისს დაიწყება. ეპიზოდი ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხება. ბრალდების მიხედვით ფაქტი 2025 წლის 4 მაისს მოხდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელზეც უწყება ამტკიცებს, რომ ელისაშვილი ასახული მოქმედი პირის სახე არჩენს. სხდომაზე, რომელიც საბოლოოდ ალეკო ელისაშვილის გაძევებით დასრულდა, დაცვის მხარე საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვდა. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვერამდენი სხდომაა და ვერამდენი მოსამართლეთა რომ სიტყვის თქმის საშუალებას არ მაძლევ. დაწყებული არ ქონდა ლაპარაკი აგერ და უკვე მეჩრებით და მეუბნებით ეს თუ ისა. რა უნდა ვქო, ჩემი გადასაწყვეტი. ოდიშვილი რა 2-15 წლიანი ბრალდებამა წარგენი და ნახევარი წელი ლაპარაკი მაცალო. არ მაინტერესებს თქვენი პროტესტი. მაცალეთ ლაპარაკი, აუბედო რამ შეგაშინდა, რამ დაგაფრინდა. ისე რომ სტრატეგიაში განუქეთი კაც ლაპარაკის საშუალებას ამეთქოთ ვერამდენი სხდომაა. ეული ბოლშევიკები აწულებენ ადამიანებს ლაპარაკის საშუალებას. მაცალეთ რა ლაპარაკის საშუალებას. სიტყვა ამოღებული არ არის და ყელში მეცით ეგრევე რომ ეს თუ ისა. ოდიშვილი ნიკივი ხარ რა. ნიკივი ხარ მეთქი. არ მაინტერესებს თქვენი შეაო და ყოველ ეხლა ძეცი სასტომოში არის. მასალე ნიკივი ხარ იმასავე. სასამართლოში გძალდე. ლაპარაკი მას არ გარგაბიძო სასამართლო არ არის. ეს არის ბოლშევიკური ტრიბუნა. და სამართლის ლაპარაკი. ნიკივი ხარ მეთქი. არ შევიკავებ მასალე პოლიტიკურ განცხადებას დავაკეთებ გეოპოლიტიკურს, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი. მართლა ტერორიზმი ტიპი როყავთ გამოწვევა მასალე ლაპარაკი. რა ხარ ზოგადად ნაჭერი ჩაიცეთ, ამიტომ მართლა გონიათ რომ მოსამართლე. ხა თუ როგორ არის? ნაჭერი რომ მოგაცვეს. და რომ გითხრეს რომ არავის ლაპარაკი არ უნდა აცალოს. თავი შევიკავებ თუ არა, ეს ჩემი გადასაწყვეტი თქო გითხარი. გაძევებულია ბრალდებული ალექსანდრე ელისაშვილი წესრიგის დარღვევის ხობის დამცოვარის დაუმორჩილებლობისადმი და სასამართლოს მიერ გამოხატული აშკარა უპატივცემულობის გამო. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი 30 მარტს წარუდგინეს. ამ საქმეზე მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ელისაშვილის წინააღმდეგ სხვა სისხლის სამართლის საქმეც მიმდინარეობს. პოლიტიკოს ტერორიზმს უფრო ზუსტად კი ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. გამოძიების თანახმად მან 2025 წლის 30 ნოემბერსაც სცადა სასამართლოს შენობის დაწვა.